გამარჯობა მოგესალმებით, კაცები კვლავ YouTube-ზეა უცვლელი შემადგენლობით. რაღაცა ხო უნდა მეთქვა განსხვავებული და ეს დავაბრეხვე. როგორ ხართ? გადასარევი. ჩანელმა გამოიზაფხულა, მაგრამ ჯერ ისა და გაურუჯავი ხელები რა. ხო. ახალი გამოსულია. ჩემი მზეთ უნახავ. ხო, ესეთი არის. ხომა ზაფხულის ბოლოსაც ესეთია. არა. კი. მანქანაში რო ზის სალიმხარი არ ერუჯება? არა, აქ ფარდა აქ. ჩამოწეული მაგასთან ფანჯარა მე არ მინახავს, არც ზამთარში, არც ზაფხულში. გასულითი ნაწილი რაც ქონა გადაღების მე წავყევი ჯანელა და ძალიან კომფორტულია სხვათა. კი, ძალიან. მაგრამ მაგარი რა იყო, იცი? ჯანელა ხო აი ძალიან ეს ცალხაზოვანი ის არის. მძღოლი. ეს კომპლიმენტია თუ ის? ეს დაიბარა ჩემს სახლთან. იკაჭერებს ავტობუსი. იკაჭერება. არა, მე დაფიქრდა ეს მაგიდან მოვიდა. მე დამირეკა და დაფიქრდა მე რა რატო კაცო იქ დაფუძე არ მოდისო და იქ რატო მოდიხარო და კაი მე უთხარი იქ მოვალწო ნუ იმაშვები ახლა ჩემი ბრალი არა ჯიგარია რა სალხაზოვანი არის გრამატიკის როეული შეიძლება თუ ის არის სწორხაზოვანი სწორხაზოვანი ეს ხა დავაკვირდი ქუჩაში მოდიოდა და გააჩერა ჩემთან ცოტა ხანი იდგა და წოვიდა ის ვაჩერებს მოთხოვნით გაჩერება კი არა აქვს უწერია აი გააჩერა კარებები არ გაუღია უბრალოდ შერაშვები და თუჩა TikTok-ი. ხო და რა TikTok-ი და რაში იმ დღეს ხო არ მოვიდა რაღაც საქმე მქონი მე TikTok-ის დღე მან გამოაცხადი TikTok-ი მაქვს. კაია რაღაცა ეს TikTok-ი ძალიან მაგარია, რა ვიცი, როგორ შემოგიტყუოთ. სასწაულია ეს TikTok-ი შიგნიდან. აუ, რეალურ ადვილად. ვერა. მაგრამ გძნობს და ადვილად ვერა თუ საერთოდ ვერა. ვერა მას საინტერესო. შენ ძალიან აქ რო ნახევარი საათი და 1 საათი წავდ, იქ წუთ ნახევარში დევს პროდუქტი. TikTok-ის თუ შენ ის არა ხარ გადმონაშთი თავი მაგათი TikTok-ის დინოზავერი. მაგათი TikTok-ის ისიც არის მიმართულება დინოზავერების ეს არის TikTok-ი მეორე სუნთქვა, ესე ქვია. შეიძლება ხარ ირჩევ რა, მარჯვნივ არის შესახვევი. ხო და ვარ ერთ ამბავში ვიღებ ვიდეოებს, დებ, რემონტი ცალკე. მაგ მიმართულებით არის ეს მუშებად ამერიკას როგორ ხარო? და ორი დღე არ ავსულვარ და ინერვი. აკეთებენ რამეს იქა? რა ის იკეთებენ? რემონტს. არა, კონკრეტულად შენ ეგ რემონტი არის, რაც თავი გვახსოვ. კაფელ მეტალახი და მალი არ გასკეთულად რა ქვია? სამღებრო სამუშაოები. სამღებრო სამუშაოები. სამალიარე სამუშაოები. სამღებრო სამუშაოები. ამას აკეთებ. შენ ეხმარები აი არავიდა და კარგად გადახმარება. შემომხედე. კვიდოები რო დარგე როგორ არის გახმა. ის ხო მაშინ ეგაუხ. ის მაშინ ეგაუ. იმ წელსვე გახმა. ეს ეხა ფაღის მოვლი, მე მგონი რომ ბეტონს დაასხავს რა. ცოტა ერთ-ორჯერ რომ არა, მოვიდე. დიდი ფართობია ბეტონს ვერ გავკაჭავ. ისევ კვიდოებით უნდა გავიდე. ხელოვნური ყვავილები რო დაალაგო კარგი ხარისხის რა. კარგია, პლასტმასის ყვავილები. გამოხვალ თვალს უხარია, მაგრამ ნუ დასუნავ. ან რა სარეველები რა. სარეველა არის ძალიან ადვილი მოსავლელი. კი, არ ჭირდება ფაქტიურად მოვლა. როგორ არ იმიტომ რომ იქ რო ლამაზი ყვავილი შეერიოს უკვე აფუჭებს. უშრომად. სარეველები და ეკალბარდი ამოდის, აი ძალიან კარგად ხარობს ჩვენთან. მე ეჭვმაქ რო ყველა. არა და კაია მე თან გველი იცის. გველი, თაგვი. თავია. ყველაფერი. ცოცხალია, ეზო ცოცხალია. აბა ის გაგრეჭილი ბალახი რა არის სტადიონივით და არაფერი. კიდე საღამოს გამოხვალ რაღაცა კაია. იქ რაღაცა ჭყივის ჭოტი. ო. თავარია ძალიან არ გაიზარდოს და ცხოველები არ გაჩნდეს. ცხოველია თაგვი. ტურა. დიდი ცხოველი, სათმა ბუნადი. დიდი ბალახი რა, ტურა რომ მიიმარა. ტურა რა არის რამე მაგრამ ბალახი ძალიან იხდება. განის რო არის ზამთარში რო დათვი იძინებს ამის ეზოში. და მეზობლები რო ამბობენ რომ არ შეყიდე კაცო იმ ეზოში ტურები ყავთ. ან დათვი. ანა კეთილონ დააწერე ეზოში ავიტურა. ჭაობი არ გექნება პატარა ან უდაბნო
ჭაობი უხდება. კი, ჭაობიც არ არის ცუდი აზრი. ჩვენი ერთ დღესაც რო დარჩება მოსარწყავი წყალი, ამას მოშვებული და ჩაეძინება ავტომატურად ჭაობიც ეკნება. მაგრამ დაღმართია იქ არ დადგება, რაღაცა უნდა გავაკეთო. აი ბეტონი აქაც გჭირდება რომ ის გაუკეთო. არა, თიხიანი მიწაა და დაიჭერს წყალს. ნუ იმდენს რო თქვა ერთ-ორ ბაყაყს ეხოს დაიჭერ. ტაიგა. და ლოსები რომ მოვაბრალ. TikTok-იდან მაგარ თემამდე მივედით. ხო, რო რამდენი გამომწერი ყავს ახლა როგორ მოგემატა? 15000. რა ხუდა საიდან დაიწყე? წინაზე ხო დესიტიში მყავდა. ეხა 15. ესე მალე ემატება? გეუნები TikTok-ი არის სასწაული. სხვათა შორის გამოიწერეთ ვინც გვიყურებთ დავით ლაბაძის TikTok-ი არ წააგებთ. TikTok მომგებიანი TikTok. შეიძლება არც მოიგოთ არაფერი, მაგრამ მაგრამ ნუ არ წააგებთ ამას გარანტიას იძლევა. აჰა, მოიას. შენი ის როგორ მიდის საქმეები? მივიწევ წიგნებნელა. მართლა? კომენტარებშიც მოიწერეს და პირადადაც უნდა გადმოგწერო, იკო თუ მოვაო. ხო, მე საჩუქრათო ერთ კურსს ჩუქრითო. მართლა? კი. ფეამის კურსი პირადად ლევანმა დამაბარა შენთან. იფიქრე. მოეთყობა რაღაცა შეამჩნია ჩემში? აი ეს პირველ გაკვეთილზე რომ ვერცხლი მიქონდა, მაგაზეც დამაბარს რომ არ გამოვა, თეორიაა პირველი. მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ის არის რა. და ისა ტელეფონების გამკეთებლები არ შემოგხმიანებია? საათებზე ვარ მეც მაგრამ. არ საათები. ხო. მე წავედი ისინი ეგაურია. ისინი გავიკითხე. გასაგებების დაზიანება. გასაგებებისა. მერე? ეხლა არის შემოსული ძალიან ნავოროჩენები რა. ძველში ხო გასაღებსებ და იმის ასლს და ახლებია ნომერს კრიფავ. ხო. და ისეც აკეთებს. აი ის იცის ის კოდი? ხო, მანქანის გასაღებებზეც ვიმუშავებდი რომ მქონდეს. იმ ბაზას რო ჩატვირთავ, მანქანის კარებზე ხო რაღაცა ვინ კოდია წერია, ის ვინ კოდი რო შეიყვანო, გასაღებს ამზადებს. იმისას რა ბაზაში უნდა ეწეროს. ტრაქტორზე. ტრაქტორზე არ ვიცი, რაღაცა ბაზა ექნება ტრაქტორსაც და აუ ამ ამბავზე გავაკეთე საყურეები რა და კატოსთვის მინდოდა რომ გამეგზავნა რა. და ჯერ ვკითხე როგორები მოსწონს და მე ისეთი გავაკეთე, ისეთი ქოემოსკენ რაღაცა და ამ კეთების დროს ახლა შედარებით იერა და გამოუცდელი ვარ და ჭიკარტი ქვია რა, პირდაპირ წერტილები რო არის და მე ესეთი ის აქვს რა, სწორი და რაც მიყრება და ის რა დავადუღე, რო ხრიტავ შიგნიდან დავადუღე, მოკლედ გარდან დამედუღებინა რაღაც შემეშალა და ლევონმა შეამჩნია რომ მასწავლებელია ლევონი, ვინც დრო ცოტა ის იყო რა და მე მიკროსკოპში ნახა და ძალიან პატარა ის არისო რა, ამას ხელითო ვერ იზავ. არა, ოდნავ არ არისო, კარგათო და ეს დროთა განმავლობაშიო არ იმას კნასო და ხელით ვერ იმას იზავო და იმაზეო, სადგურზეო, ოქროს ბირჟაზეო წადი. და იქ არის მიკროსკოპი რა. ის ლაზერის დანადგარი, ანუ რაღაც დიდ დანადგარი ეს მიკროსკოპით ხედები და 0.000 რა წერტილში შეუძლია რომ დაარტყა ზუსტად იქ. და დუღოს რაც საჭიროა რა და მივედი, შევედი, რაღაც კაცი იყო, ვიკითხე სად არის რაღაცა, მივედი, მიუტანე ეს. დახედა, იქ ხო ადამიანებს ესე არ ცნობენ, ამით იცნობენ რა, ამით. ვა, ეს ვინ გააკეთა მე? ქალაქში უცნობიო შემოიპარა. ნახე თავის ხელწერაა. აბარა. ხო და მე უთხარი მე გავაკეთე მეთქი რა და რო შემხედა თან ახლა სახეზე ეთყობა რაღაცნაირად ეცნო, თან ვერ მიხვდა საიდან და გაატარა რა, ეთყობა რაღაცა ვერ გაიგო და წავიდა და იქ აკეთებს. იმაში იყურება და თან რაღაცნაირად ხმა აქ რა დუნგრო ურტყავს ისა და დუნგლაზერი და რაღაც თან რაღაცებს მეკითხება. ჩისტატაა? მეთქი ხო, იმიტომ აქ არ იღებს ცოტა იმას რაღაცა. ეს იმაზე რაღაც კიდე რაღაც მკითხა უპასუხე და მიხვდა რომ აზე ვარ რა. და გააკეთე და გამოიტანა და ეს იმას ლაზერსო დაარტყო ის ხო წვავს ფაქტიურად რას ვარკაა რა და ისეთ ენაზე რო ვთქვა და მე იმას უნდა გაპრიალება რომ ის მოაშორო. და იმზადება ამ გასაპრიალებლად რა და მე არ გინათ მეთქი მაგას ნუ გააპრიალებ, სწავლობ მე თვითონ მიხარია მეთქი და იმაშვები მეთქი რა. მე თვითონ გავაპრიალებ მეთქი, თან ვისწავლი მეთქი ამასობაში თქო რა და არც გაჩერებულას აპრიალებს და გამომხედე. რაღა დრო შენი სწავლა. ზრდიობიანი იყო. შენაცივი ღერაფერს მეცავი არ უცხა. დამცა ეგრე. სოჯერს კარგად გამიკეთა ისი, რაც მართალია მართალი. და ძვირი დანადგარია და. რამდენი? სადაური, ჩინური გინა თუ ისეთი შვეიცარიული. აი თავიდან თქვათ რომ აი ქსეროქსეც უარი თქვა.
მე გასაღების გამრავლებაზე ბრონსოკა ძალიან იაფია რა. არის ბიჭო ერთი მარტო ტილო უნდა ესეთი ბიჭო ერთი უნდა რომ ეს რა შვებიან. სტულებს რა ყურე. ის ბიჭო ძველი საკრედიტო ვაროდი. და შევისწავლე. არა ის არის რა ანუ ჯერცეთი როგორ არის იცი ერთ პატარა გუნგში 15 ლარი გადავიხარ ხო და მე ეგ ფული ჩვენ ჯიბეში წამოვა ირა. მოიჭ ჯერ იმის ფული ის ერთი 6000-ან 7000 მაინც წელს აპარატი მაშინ ჯობია კაი გასაღების გასაღები. ამას ეწროსული მე მაიტა 15 ლარი. არა ის მაგალ ტექნოლოგიური ბევრია არ ვიცი მე აი ხო ხედავ რითი გამომისტუმრეს ძალიან ცოტა ხანი ვიყავი და მაგ ლაზერით სხვა რამის გაკეთება შეიძლება. კი ძირითადად რესტავრაციებისთვის კარგია რა აი ძალიან მიწრო ადგილს რო არ დაეტყოს არაფერი პილაციისთვის აი ძალიან პატარა თმა თუ გაქვს ჩაბრუნებული. მინდა ვეცარა და მოაგდე შევარდეთ რესტავრაციის ბაზარს. რამე რო იყოს აი გარეთ რო გამოიტანო დრონებს ვერ ჩამოყრი მაგითი? არა ვიცი როგორი ის არის ეს დიდი ტიპია და მიკროსკოპში რო მე რა დიდი ტიპის მაგიდაზე არ დადებ და ეს აუწევს და გაიხედავ გარე. არა ძალიან პატარა მანძილზე უტყავს ძალიან სიზუსტით აი ძალიან ახლოს თუ მოვიდა დრონი აი აქ. ძალიან პატარა. მაგ დროს კი ზუსტად წვეი და აი ესეთი ამბავი მაქვს მე მაგითი ვთქვათ აი გამოფენაზე ბუზი რომ მოიყვანონ დაზიანებული. და ფეხი რო ქონდეს მისაწებები ან ამპუტაცია რო გაუგო. კი აი ნუ ძალიან პატარაზე რა ხო არის ლაზერიც ორი მიმართულება ერთი რო აწერენ რაღაცეებს და მეორე ეს ბუზი. დაზიანებული ბუზი არ ვიცი რა ან კოღო ვთქვათ. კოღოზე ხო არა მაგითი ფულს ვერ გავაკეთებთ. გასაღების გამრავლება უფრო ფაიზა. საათები აი ხა ეს ჩემით გამოვცვალე ნახე. აი შეხედე. კი მართლა შენი გამოთვალე გამოვცვალე. ხო რა უნდა. გამოიწერ რა $6 ჩინური. უფრო ხარისხიანი ცოტა მეტი 7. 7-იანია. და ის ყველაფერი ესე გამოცვლი ძალიან მარტივია 15 ლარში შემიძლია გამოგიცვალოთ. 15 ლარში ლაზერს აკეთებს 30 ლაზერი და საათი გაქვს. აჰა. ხო მაგრამ ის ლაზერს ვერ ვყიდულობ ძვირი ღირს. მე ეგ არის მომავლისთვის ეგ სურათი გამოვაკრათ რომ აი ამისთვის ვიბრძვით ხო მაშინ რა ვქნათ იცი აი ყოველი ნაშოვნი 10 ლარი და 1 ლარი გადავდოთ ლაზერისთვის. ან გეტყვი რა ვქნათ. ჩვენ დავაწეროთ ლაზერი 20 ლარი და 15-ად ხო ყავს ის კაცი. და იმას არა აქვს ლომბარდის ლაზერები არ არის ნეტა ეგ მე ხო იმაზე ვარ კამრების გახვედა არა ხო იქ ხო არ ყოველს შეხვედრია კამრების გახვედაზე. არა ქსეროქსე იყო ზეროქსზე დავსვით მე. კამრების გახვედა დაამატა უფრო ბიჭო პარიკმა ხერობა რო დაიწყო. ეგ უფრო სარფიანი. არა ბიჭო ეგ უკვე ნდობას არ იწევს ესეთი პარიკმახი რა არა არც ნახე ეხა კარგად აქვს წვერი. თმა არა აქვს საერთოდ. პარიკმახერს აი სტანდარტულ პარიკმახერს მაგრა ის აქვს. თეთრი ხალათი უნდა მოკლე. ხო. ეს და აქ სავარცხელი ამ ზავარცხელი რკინის. ეს გეწონებათ მე სადიკალონის სუნია და აი ნახე როგორ ჩაშდა ეს. მართალია ან ეს ხო იცი რა ხარისხის ადიკალონებს ჩამოიტანს რომ მეტი შემოსავალი სამაგერს რა იცი კლიენტს რო ელაპარაკები ესე ნელა ესე რაღაც ამბებს უყურე ყველას უყვარს რა. ხო ჯანილას მოუხდებოდა ეგ კი. ყველა ზოგს შენ ახლა არაფერი არ გჭირდება. საკრეჭი მე მაქვს გათხოვებ დილას მოვიტან საღამოს წავიდე. საღამოს რა თუნდა. საღამოს რადგან რამდენ ხანში ერთხელ იპარს დადიხარ ხოლმე გაუყარს კვირაში ერთხელ. ხო და ნუ ანუ შენ 5 კიდე დღე შენგა სურათები აი რაღაცა გოიმი ტიპების ეს ერთადაც. გადავარცხე. ირანელი კაცები ვარ. ხო. აზიპინებული წვერი. ვართაშორის ქალების იმაში უფრო მეტი ფული ვარცხნილი მომინდომა კალები. ხო, მაგრამ იმსში გამეკცა. ვერ გაკაჩავ მაგას ეგ ძალიან რთული ქალები მართლა ჯერ ერთი გიორგის სახელით ქალებს. მაშინ გიუშაუნაი ჯორჯი. ხო ჟორჟი სტილისტი სად გაიკეთე ჟორჟთან ხო. ჯანელასთან გავიკეთე არასერიოზულია. ცხოველებისაც ხო რა ქვია გრუმინგი. გრუმინგი მოიცი ახლა დაგპოჭნის კატა და მე. გაცინო ორი კვირა სამსახური. აწრებზე იარე და დაგვიჩნდება მინუსში ვარ ერთათვანები რო უყიდოთ. გრუმინგი არ არის ცუდი ახლა საკმაოდ ძვირი ღირს. ვიცი. ამას წესით გამოუვა. რატო ცხოველები არ უყურს იმიტომ რომ ცოფი ამას არ ეკარება. არ უყვარს რა ხوارოვნები ჩაეხუტეთ გოგაკრიჭე. იცხვრის
ნახე მაინც თუ კარგი იქით მიიწევს რა დისკენ დუკანის კაცი რა. გრუმის თავს თავაზობ და ცხრის ის უნდა რა ქვია კრეჭი. ო იქ დუკარდი და ტყაპუჭი რა. მეორე კითხულობდა ეპიზოდში იმაში წინა ეპიზოდზე რომ რატო გავიდაო 3-შიო. ხო. 4 შაბათს ანუ და რატო არ გავიდა 5 შაბათს. აგვერია. რა აგვერია? 3 და 4 აგვერია ერთმანეთში. არა, სხვა რამე აგვერია. ნიუსები იყო წინასწარ რადგან ჩავიწეროთ. რა მოხდა ამადამ რიცხვში და ეს რიცხვი თურმე ყოფილა 4 შაბათის. ხო, ყოფილიყო 4 და 3-ში ქონდა და ამიტომ ვიღაცას აერია. ვიღაცას. კი. რო გადაყვა იქ დრონის დაყრას. ბარემ ჩვენ ვიღაცა ისეთ რო ვერ გაურკვევია გრუმინგი უნდა. კალების სტილისტობა. ბარემ ჩვენ კალენდარზე ხო არ გადავიდით. როგორ? ეს რო არის ჩვენი კალენდარი ახალ ქონდა. კალენდარზე ხო არ გადავიდით ჩვენ. მოდი ახალ ამბებზე გადავიდეთ ჯობია. დაიცა ერთი წამი რას ხვთავ. რაღაც ახალ კალენდარზე ახალ კალენდარზე გადასვლას, რომ ახალი წელი გექნება ძველით ახალ წელს კი არა და შენი გექნება რაღაცა. ახალი ამბები. კატეგორია გახსნის ხამები. ესეთი კატეგორია გვაქვს. მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში სამჯერ უნდა გახსნან რა. ერთი არის მექსიკაში, ამერიკაში და კანადაში. მექსიკაში უკვე პროგრამა რაც ხდება გახსნაზე უკვე ვიცით და იმღერებენ ჯეი ბალვინ ბელინდა, დენი ოუშენი. ბალვინ ბელინდა ტრიოა თუ ერთია და არ ვიცი. არ პირველად მე. ბალვინი და ბელინდა. ტილა ალიხანდრო, ვა, ტილა ალიხანდრო. ფერნანდეს მანა. არაფერი არ მეუნება არაფერს. მექსიკელი ისინი არიან რა. ვარსკვლავები. 12-ში არის ამერიკაში კეთი პერი იმღერებს, ფიუჩერს იმღერებს, ლიზა იმღერებს, ანიტა იმღერებს, რემა ტილა. კლასელები ჩამოთვალეთ. ჩა ესეთი სახელებია ჩაწერილი და ვიზა იქნება, ანიტა იქნება, მამუკაც მოვა. კანადა არის ყველაზე ისეთი ჩემთვის მისაღები ორივე ვიცანი რა, მაიკლ ბაბლი იმღერებს და ალარის მორისეტი. ალანის მორისეტი გადასწრებული. მე ვერც ერთი ვერ ვიცი. სამი ქვეყნიდან ვერც ერთი ვერ ამოვიცანი. მაგრამ კაია. მოიცა, ის შაკირა არ ვღერის კაცო. დახურვაზე იმღერებს მადონა, შაკირა და BTS. ხო. ვა, ხო, ინდრო შაკირა სიმღერა არის ისა, ჰიმნი. და ხურვაზე არის შესვენებაზეა კონცერტი. და დიდი შესვენება იქ 15 ნახევარსაათი. კაია მე დავასვენებენ ფეხბურთელებსაც და თვითონ შეფოროს გასახდებს. ან ფინალი იქნება უკვე დახურულზე? მეორე ტაიმი დახურულზე იქნება. არა, მე მაგის მე. გამოვლენ. არა, მაგის მე იდეაში ხო ფეხბურთი დამთავრდება თამაში მე თასის გადაცემა, მედლები და ისეთი მხოლოდ ცერემონია რომ კიდე დახურვა ვერ იქნება. ხო, პირველი ტაიმის მერე ეს კონცერტი რო დაიწყო, შეიძლება რა კონცერტი რო დამთავრდა, ვიღაცები სახში წავიდნენ. ხო, მე კი ამერიკა. ამერიკა. თავისუფლად შეიძლება ნახევარი სტადიონი წავიდნენ. ხო, უბრალოდ იდუწუნა მე ერთ ტაიმი ფეხბურთია. შეიძლება ეგეც ვერ გაიგო. არა, შეიძლება ისე ეგონოთ, რომ იმან მოიგო რა, რახან ტაიმი დამთავრდა. შაკირა. შემდეგი არის კატეგორია ფასები და ტარიფები. 2026 წლის ზაფხულში ბათუმში შეზლონგის ფასი მაქსიმუმ 10, ხოლო ქოლგის ფასი 5 ლარი იქნება. 25-ში 5 და 5 იყო. 2025-ში 5 ლარი იყო შეზლონგიც და 5 ლარი ქოლგაც. ქოლგა არ გაძვილდა. ხო, შეზლონგი გაძვილდა. გაძვილდა. რატო ნეტა? ბიჭო, იმიტომ რომ ეთყობა ქვა ხურდება უფრო. ჰა? ქვა. მე ქოლგაც ხო დაიცავს და აღარ გახურდება. რატო არ გაძვილდა? ო, ვერ იცავს ესე კარგად. ეგ უნდა წამოგვეწყო ჩვენ. შეზლონგები? ხამარის გახურდა რა ჯანდაბა. ბიჭოცა. არა, ეგ სეზონურია. აა სეზონურია. თუ გინდა დავხუროთ ეს ჩვენი კანტორა აგვისტოში და მოვიკიდოთ ქოლგები და წავიდეთ. მე კი არ გეცინა. შენ რაკენ. მე სიმიც ჩამოვატარებ. შენ კამერებს ჩამოვატარებ. ბევრი კამერა რო აქვს ჩამოცვა. ავსტრალიაში აიღე ერთი ისა რომ მეორე სეზონზე იქით ვიყო. მე მაინც პროფესიონალი ვარ და იმაზე კატერზე გამომული პარაშუტი რო არის იმას ხო, უხემო. გააქვს პარაპლანი გააქვს. ხო, სხვანაირი უნდა, მაგრამ გადავაკეთებ ერთი მკერავი ვიცი. 15 ლარი. ვაზერს მისხებენ. ხაზერს მიცხებს და შეერთებს იქ. და შენ ცივის ასმელები. ცივის რო იძახიან, მაგრამ რო არ არის ცივი. თუ ყინულიანი იმით რო ხოვლიანი დააქვთ, ხო? ეხა არ მითხრათ ხა არ მოუხდება ცივის ასმელები. ძალიან მოუხდება. უბრალოდ მზესვერი და ის მზესვერი და ქოლგა უნდა რა, ისა. ეს ქუდი ქოლგა რო არის, ხო იცი? იქ შეწმება იმაში ქოლგაში და ქუდი ქოლგა რო არის, ხო იცი რაღაც ქუდი რო გახური და ქოლგა რო არის, აი ესეთი.
ან კამერები ატაროს ამან. ჯერ ერთი მსუბუქია კამერები. გიფხოს ბევრი როა ის რო დადის არაფერი არ უჩანს. ერთადერთი ქარმა არ წაიღოს. კარიერა ქარმა შეიძლება წაიღოს, მაგრამ შენ წაიღოს. დაიჭერს. არა, გამოვამა, თქვა გამოვამა. ხოდა თარიხინებს იქ ხოდა გვეწოდება სამარი. რაღაც პერიოდი აქ დავაგდოთ, გარშემო მოივლის. შეგიბუჯავე ტირში. ხო, სერსო. ტირი და პინგ-პონგის მაგია. შენ. პინგ-პონგის არა, ეს ბიჭო ვერ ითრევ ესე. კატეგორია ესენი კაის რას მოიფიქრებდნენ. შემდეგი არის რუსული ტელეგრამ არხის ბაზას ცნობით. ცნობილი გახდა რომ რუსეთში ზოგიერთი მამაკაცი იკეთებს პლასტიკურ ოპერაციას ყურების დამტვრევაზე ალბათ ესე თუ მოჭიდავის ყურის ხო დაბერო. MMA-ის მებრძოლებს აქვთ როგორც მოჭიდავეებს MMA-მდე მოჭიდავეებს ქონათ ეს რაღაცა სკელი დამტვრეული ყურები და მაგას იკეთებენ ოღონდ ისეთი ქირურგიული ჩარევით არ არიან მოჭიდავე ტიპები. ხო რომ უფრო ისეთი ბრუტალური თამბეჭდავი გარეგნობა და ვიზუალი კონდეთ და რაღაცები შეაში. და იმდენად პოპულარული გახდა რომ რაღაც რიგებია და ესე მარტივად ვერ გაიკეთებ ამ ამბავს რა. მაგრამ ერთი შემორტყმა უნდა. ხო, ეგ მე მგონი ერთი არ და რატო შემოვიდა მოდაში ეს, ა? ბიჭო, იმიტომ რომ ის ტიპია რა დადის და მე ზოგადად მეკოლი ეს ვარ და მე ასობრალებ, იცი? იქ ხა უცხოური ფილმები არ შედის. რეკორდებს ხსნის ჩიბურაშკა. ხა ჩიბურაშკა ორი გამოვიდა უკვე. რამდენიმე მილიარდიანი საგარო და შეიძლება აი ჩიბურაშკობა მოეწონა რუს ხვადს. ასე იმაშებენ. გონიათ რომ იმაღლებენ სტატუსს, რომ ძლიერები არის. არა და შეიძლება ამისგან თავის აცილება სპორტში. კი კაცო, დროზე უნდა გამოიღო სითხე, ხო? რა უნდა გამოიღო? სითხე. ეს სითხე გროვდება და თუ დროზე არ გამოიღებ, მე რჩება ესე. ყარდებით რა ლავაშით. და ხტილი. მე მეგონა რომ ტყდებოდა. არა. შეიძლება თუ ვიღაცა ყავდა სტუმარი და იმან გვითხრა. ნორმალური ყურებიანი სპორტსმენი. შემდეგი არის კატეგორია ხალი ხალს არ გავს და კაცი კაცს. ტაილანდში პოლიციის რაზმა მეტამფეტამინების კონტრაბანდისტის დასაკავებლად უჩვეულო ხერხს მიმართეს 5 მამაკაცი ოფიცერი და ერთი ხალი საცეკვაო დასის ფორმაში გამოეწყნენ და ბანგკოკიდან დაახლოებით 90 მილის ჩრდილოეთით ლოპბურის პროვინციაში ქუჩის ცეკვის ფესტივალზე დროს მივიდნენ და დააკავეს ეს არის დაკავებული, ხო? ხო, რა მაგარი. არ არის, და ეს დაკავებულს აქვს სახედაბლარული და ესენი რა ამაყაცკანა. კი. ეს არის ცხელ-ცხელი ფოტო რა. ძალიან მაგარი იქნება ეს თუ ფოტო თუ არის მესამე დღეს. თხოვეს რომ ის ფორმები ჩაიცვით ის ეფექტური ფოტო იყოს. ამან თვითონ ითხოვა რომ სახე დამიგლარეთ. არ უნდა რომ ამ ხალხთან ერთად ახლა დამიჭირეს რომ ვარ იცნონ მე. ბიჭო, ბიჭო ის მარცხენა არის ყველაზე მაგარი. რომელი წითლიანი? ხო, ნახე სერიოზულად უხდება. და ყველას ისეთი კარგად აქვს შერჩეული გარდა იმისა. იმ ქალის. გარდა იმ ქალისა. მარჯვნიდან მეორე. ისა ხო ოქროსფერი კაბაროაცია. არა. აბა რომელი? მარჯვნიდან მეორე. მწვანე. არა, იმას უხდება რა გინდა. არა, არ უხდება ნახე. ბიჭო, არა, ის ოქროსფერი კაბიანი კაცი არის რა. ეს ლურჯი კაბითაც მაგარი კაცი არის გახარებული, უფროსია. შუა? ხო. სუმარჯვენაც კარგია. უტრუმია. ლეიტენანტი. იტე კაი ჩვენთან არ დადის პოლიცია. ცეკუც დაიჭირეს. ანუ ცეკვში იყო და ესენი შევიდნენ რა ესე. დაგიდი წკაპდა. მე პატარა პაუზა იყო იმას სოლო ქონდა წითლიანს. იმას აკეთებდა ესე. და მუცელს როწერს აკეთებდა. კატეგორია ჩემი თვალით რომ არ მენახა, ნაღდათ არ დავიჯერებდი. ვიდეო არის ესეთი. რა იყო? საზამთრო ამოვიჭა. ამოკვიჩა. მოიცა რა? ვერ დავინახე მე. ბიჭო რა გამწარებული იყო ის. გამულელი მიდის ნახე. დაინახა ის საზამთრო. შეხვჭამა და ვა! ეს ამ დროს აქ რაღაცას აკეთებს. ეგ შეიძლება? კი, კაცო. ჯამთველობისთვისაც მისწრებაა თუ მე ვამპირი ხო არ არის? ნახე, ზე ჩა. თან ყო ის გაუხდა ეს ხალი არ ელოდა. ვერ მიხვდა რა ხდება.
შეიძლება ეს ხალი და ის პაძელი რა ქვეყანა იქნება ეს? აი მაგას უყურებ და ვერ მივხვდი. ესეთი ბანანები ჩვენთანაც არის. არა, ჩვენთან ესეთი ის არ არის. ეს კორეა ან ჩინეთი. ესეთი გადაგებული ყვაფენილი არ არის ჩვენთან. კი არის. ესეთი კალათები მინახავს. ვერ გამოიცნობთ ახლა ამითი ქვეყანას საზამთროც არ არის, ეგრე სად იყიდება ნახევრად გაჭრილი. კი, ჩვენთანაც ჩაში. კი, ჩვენთან მაცივარში უნდა იყოს. ალბათ. ხო, მაგრამ იქ ცივა ეხლა და გარეთ გამოიტანეს. ბანანიც აგერ არის. როცა ჩინეთს გავს, ხო? ჩინეთი ან კორეა? კორეა, კი. ან მალაიაზე. ია მოიპარა. მალაიაზი. მალაიაზე. ეს იყო დღეისათვის ახალი ამბები. სტუმრის ნაწილი გვაქვს ტრადიციულად. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია პოდკასტ Bubblehead-ის ერთ-ერთი წამყვანი ლევან გიორგაძე. და TikTokeri. და TikTokeri. ლევან გიორგაძე. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახარ? გადასარევად თან. Bubblehead ხო არ ხო სწორად თქვი ყველაფერი. თუ რა საკაიფო ერთ-ერთი წამყვანი, იმიტომ რა საკაიფო ლოგო აქვს ნახე. აბა. აი. თვითონ მოიფიქრა. ორნი ხართ წამყვანები. არა. ეს არის თავი. და ეს არის სათვალეები. და თან არის ბუდები. კარგია. ეს ყველაფერი დაალაგა და ეს გამოუვიდა. ეს აბეჯინა არის. რა ხდება პოდკასტში? რავი. რამდენი გამომწერი ყავს? 9500. რამდენი ხანია? მაგრამ საუკეთესოები. საუკეთესო. კი. ის ხო, მაგრამ ძალიან ის არის, ხო? ბიზნესზე ორიენტირებული კონკრეტულად თუ არა? ხო, ნიშა არის ბიზნესზე ორიენტირებული და კიდე პატარა ნიშაში ვართ. ყველა ეპიზოდის იდეა, ანუ რაზეც გვინდა რომ ვილაპარაკოთ, არის ან ბიზნეს წიგნიდან, ან ბიზნეს წიგნებიდან რა, ანუ რაღაც მაგ წიგნებიდან შთაგონებული იდეა და მე ვცდილობთ რომ ვიპოვოთ სტუმარი, რომელიც მაგ იდეებზე უფრო პრაქტიკულად დაგველაპარაკება, ან მე და ჩემმა ძმამ ჩვენი პირადი გამოცდილება გავაზიაროთ მაგ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. და ეს ყველაფერი არის ცაციებისთვის. კიდე ნიშაში ვიწრო. ხო, ეგეთი ნიშა პატარა. მაგრამ ესეთი გამორჩეული. TikTok-ზე მაქვს არხი, როგორც ამ Bubblehead-ის. ისე ახლა ჩემი არხი გავაკეთე TikTok-ზეც და Instagram-იც გავა. აქტივი. შენ არხში რა? შენ არხში ამე სხვა ის არის ეს კონტენტი. ხო, ახლა ჩემ არხზე არის ისევე ბიზნესი, რა თქმა უნდა, ახლა მე სხვა არ ვიცი არაფერი უბრალოდ ესე. ვერცხლზე თუ გინდა წაგიყვან. და რა დრო შედის სწავლა უბრალოდ კონტენტს. რაც ვიცი. ამ კომპანიების მთელი ხო იცი რაღაცა სტრატეგია, რომ 3 წელი მიდი შენ შეძლებ და არ დანებდე და რაღაცა იმან ერთ სამში გამიკადა უსმა. ყველაფერში მეორე მხრივ წაგიყვანო, რა დრო შენი სწავლაო ეგ უთხეს თუ რო გასწავლოს მაგისტრის აქ დროც და წოდებაც გასწავლის მე კი არ ვასწავლე კაცო. აბა წაგიყვანო აი ესეთი თავხედი გონი ვარ, მე ჯერ ვერ ვასწავლე. არა ჯერ პატარა რა ჩენიცი ისას ერთად ვისწავლოთ რა. ვაკეთოთ. საინტერესო არის ხოთა შორის ეგ. ხო, მე მომეწონა ძალიან. კი, ძალიან საინტერესოა. ჩემი მეგობარი არის, რომელიც არის პროფესიონალი იუველირი. ხო, ის ახლა სხვა ლეველი. და შენ უნდა ნახო გასაღების კეთება და საინტერესო. განსაკუთრებით კაი კარს ვაღებს ისეთი გასაღებების. რა თქმა უნდა. დღისით ამეებს აკეთებ და ღამე და ნიხარ ნახულობ რომელი ცოდე რომელი კარი მატრიცაში რო არის. აი როგორ უცებ გასაღები. როგორ მატრიცა არ არის თანახი ამით. ისეთ მაგალითები არ გინდა, უფრო ზერელეთ. ეს უფრო თოჯინები იცინია. რამდენიმე მაგნა ხო, მაგრამ შეჯინები ცილიან და მატრიცა. ერთნაირი კატეგორიაში შევიდა. წესით ერთ პაკეტშია, მაგრამ ამას არა. რამდენიმე მაგნა ნახი ნუ უსმენა მატრიცა სხვადასხვა მსახიობების შესრულება. აი კუკარაჩაში რო შეიპარება ინგასთან უგასაღებოდ. აი ხო გახსოვს. უგასაღებოდ კი არ შეიპარება. ფანჯრიდან. ღიას ლომებს ეს კარებს და ეს შემოდის და რატო იქიდან არ შემოხედი ფანჯრიდან და იმიტომ რომ შენ კარებიდან არ გაქცეული ყავ. ნახე. მე მკითხე სპეციალისტ ქართული ფილმების. ხედავ, ესენი იცის. და საკეტების. საკეტებზე რაც არის ფილმები იცის. ქართული ფილმები და ბაბუჩკა საკეთებ. და შენ არხზე არ დაგაცადეთ. ხო და ჩემ არხზე საუბრობ, მე გავაკეთე, მოკლედ მე მაქვს რაღაცნაირი ესეთი შევკარი. კურსივით, ხო? ფორმატი რა ესეთი და რაღაცა 3 კატეგორიად მაქვს დაყოფილი და ბიზნესის მართვის ყველა საჭირო ასპექტი რაც ჭირდება რომ იცოდე მაგის გარშემო
გავაკეთე რას თემები და მე მაგ თემებს პატარ-პატარა ვიდეოებს ვაკეთებ და უწერ. აი მაგალითად ბოლოს ჩავწერე აი Ferrari რო გააკეთე ეს Luce. ხო? რა რეაქციას მოყვა ხალხისგან? ის ელექტრო ელექტრო ყველაზე ნაკლები პრობლემა იყო მე რომ გითხო მან უფრო ვიზუალურად რო შეხედავ მანქანას უფრო გავს რაღაც Honda-ს ვიდრე Ferrari-ს რა. აი გაღიზიანება ხალხის რა ჩემი აზრით და ჩემი მითი გამოწვეული არის იმისგან რომ ყველა ბრენდს აქვს რაღაცა ერთი რის გამოც ან გიყვარს ან არ გიყვარს ან გახსოვს მოკლედ რაღაცასთან ასოცირდება ყველა ბრენდი კარგ ბრენდს. ხო ბრენდი ხო მე გადარჩა ცოცხალი ერთი შეიძლება რომ მაგარ ბრენდს ორი ან სამი. ჭირს როგორც წესი ჭირს ანუ შეიძლება 2 და 3 რაღაცა ძალიან კარგად აკეთებენ მაგრამ მასიურად მაინც ის ერთი გვაქვს. ხმარებელში ასოციაცია არის ერთი ჰაჰა რაღაცა ორი რა ხო და Ferrari-ის ეგ ასოციაცია მაგახალ მანქანაში არ ჩხს ჩემი რომელ ბრენდს აქვს ყველაზე მაგრა? ყველა დიდ ბრენდს რაღაცა აქვს მაგრამ ხო და ვიღაც არის შენი საყვარელი? Apple, აი ამას რო აქვს. საყვარელი არა მაგრამ აი გამორჩეულად რო ერთგული არის მაგასთან დიდი ხანი Apple არის ეგეთი ანუ რო გეუნება რომ ჩემ ტექნიკას ხელს რომ მოკიდებ 5 წლის ბავშვიც გაერკვევა მალე ეგეთი პოლიტიკა ქონდა რა ანუ ცხონებულს ეგეთი პოლიტიკა ქონდა არ ვიცი ამ რეალური ტესტი არის მაგრამ იძახდნენ რომ მაგას ამბობდაო რა რომ 5-6 წლის ბავშვს რომ მიცემ თუ გაერკვევა ინტუიტიურად ესე იგი კარგი გამოცდილებაა რა და ეს თითზეც ხომ მაგას ლაპარაკობდა ცნობილი გამოსვლა ქონდა სტაილუსი რა ჯონდებად გინდაო თითი მაქვს რა და ანუ მაგას კარგად ასრულებს მეტნაკლებად ეგ ბრენდი ჩემი შეფასებით რა Ferrari ასრულებდა რავი მანქანას რო ხედავდი ეს გემართებოდა და გინდა რა რაღაც კედელზე გააკრავდა აი Luce-ს კედელზე არ დაკიდებ რა თორე ისე არ ვერჩი ანუ დარწმუნებული ვარო კაი მანქანა კაი ხადაოი აქვს დარწმუნებული ვარო კაი მანქანა ალბათ ელექტრომობილი მომავალია და სავარაუდოდ რაღაც ცოტა ყველა ბრენდი შეაპარებს მაგრამ შეიძლება და რაღაცა გაიგეთები. აი ეგეთ თემებზე მაგალითად ჩავწერე ვიდეო. ხო, ძალიან საინტერესო. და დავარქვი რომ ეგ სარგებელი რაც იყო მომხმარებელში მთავარი Ferrari-ის ის დაავიწყდა. ეგეთ რაღაცებს ვაკეთე. საინტერესოა. ისე რა კარგია რომ ყველა ბრენდი რაღაცნაირად ერგება. ვთქვათ Ferrari-ს რომ Apple-ის კონცეფცია იყო რომ 5 წლის ბავშვს რომ დასვა მანქანაში გაუშვებ უნდა მოვიდეს. დაუტრეველი მანქანა. მაგათ მალე მანქანებს ხო ის არის რომ ეხლა რომ ფიქრობს მოდელი ორი დიზაინერი რაღაც 10 წლის მერე რომ იქნება პოპულარული ისე ხო და ეხა უფრო გაჭირდა თან იმიტომ რომ არავინ არ შენც ეგეთი რემონტი რო გააკეთო არ გინდა მომავლის რემონტი გასაყიდად ხო არ აკეთებს თავისთვის უნდა და ეხლა რაც მოწონს ის მოეწონება 10 წლის მერე მათ ხო მეორე გამოსავალიც არის რაღაცა არის კლასიკა რაც ნიშნავს რომ დიდი ხანი ესე იქნება და არ უნდა გაეკიდო იმას მოგზურა რა როგორიც არის გელენვაგენი მაგალითად ხო და სულ იქნება რა იმაზე იყო Defender-ზე მე უბრალოდ ეგეთი ფანი Defender-ის არ ყოფილა მაგრამ მე შემხედრია ხალხი და წავაწყდი რომ გაუბრაზდნენ Land Rover-ს რომ ის ძველი დიზაინი ესე მნიშვნელოვნად გადააკეთა მე რახან ძველ დიზაინთან არ ვიყავი ახლოს მე ახალი ძალიან მომეწონა და ვერ ვიგებდი რატო ბრაზობდა ხალხი და იგივე თემა არის რა შენ ერთგულ რაღაცნაირ ისეთ ფან მომხმარებელი ორთოდოქსი ხარ რა და ხო მოსკოვის კამფეტები რო ენატრება ხო და სხვათა შორის აი არ არის ეგრე სხვათა შორის იმიტომ რომ ის მოსკოვის კამფეტი დღესაც რო იყიდო და თუნია იმ მაინც გემრიელი არ ვიცი ის გემო გახსოვს თუ რაღაცა ხო ის გემო ხალხს ასაკიდან გამომდინარე ვერ მახსოვს არ გამისი უბოშიო მატარებელი რო ჩამოდიოდა ვიღაცა მგზავრები რო ჩამოდიოდნენ ნუ ისინი ყიდნენ და გემრიელი იყო და ეხა მაღაზიაში იყიდება და ის რატო ენატრება რომ სადგურზე უნდა წასულიყო და როცა არის შოვება და რაღაცას ბრძოლით მოიპოვე ყოველთვის უფრო გემრიელია აი მაგ თემაზეც სხვათა შორის აი გამახსენე ერთი კაი ვიდეო მინდა რომ ჩავწერო რა ეგეც მაგის საუკეთესო მაგალითი ქონდა ბასას წიგნში არ მეგონი რა ჯანიკაშვილის იხსენებს ეხასაც პიქსელის შენობა არის ადრე იყო მან სახანძრო და მაგის მიწის ქვეშ გადასასვლელში იწერდნენ ზბორნიკებს კასეტაზე და აი ეს იმხელა ის იყო რომ მიდიოდი და ეს უნდა გეთქვა რას ჩამიწერდა ის ჩაგიწერდა და მე მოდი როდესაც მიხვიდო და წამოიღო მე ამას უსმენდი როგორც ეს მოიპოვე ხო ეხლა იმაზე შედიხარ რა ქვია Spotify-ზე გაუფასურდა ყველა თულად საშოვნელი იშვიათი და რო შეიძლება რომ აღარ იყოს ეგეთი რამე იმ წუთშივე ფასში იმატებს და მასზე მოთხოვნა ის ახალი ტყემალი
ფირმა სიგარეტი გახსოვს? კი. ოთახში რომ შედიოდი, მაშინ ოთახებში ვეწეოდით. ეგ დრო მახსოვს. ეგ მართლა დრო ვეწევ. მახსოვს, კი. და ვიღაცამ ფირმა მოწია და რაღაც მარკებს, მაგალითად, კენტს, ალმოს. მალბოროს, პალმალს, კემელს ცნობდი მარკით. სუნით მარკეტინგი. გააფუჭეს ყველაფერი ეხა ყველა. ეხა ყველას ერთი სუნია. კოლოფიც კოლოფიც ერთნაირია, სუნიც ერთნაირია. გიბუც ერთნაირია. ფასიც ერთნაირია. წყალი გამყიდველები. მარმელი? ეს არის შეძროულები. იცი რა მაინტერესებს? სტატისტიკურად ვინ დათვალა, მაგარი რამეს უშველა? აუ არ მიგონი აზე არა. კი. ავსტრალია იზახის რომ სახი გავაძრეთ თუ ჩვენო ეგეთი რაღაცები თუ წეველებს უბრალოდ. იკლებს სოფლიოში წეველების რაოდენობა და ეხა მაგ კოლოფების ბრალია თუ ზოგადად იმის ბრალია რომ კულტურულად ნელ-ნელა აღარ ითვლება. მე თუ მკითხავ ამ დაარტყა ნიკოლას გამოკითხველებს ხო, მაგრამ იქ მე მარტა რიგი დგება. ვიღაცა მოვიდა ლურჯი კემელი და ყვითელი კემელი მომეცო ზუსტად ორი ერთნაირი ფერის მისცა ხო? მისა და მადლობა ეხა ეს რო არ იცოდე რა თქმა უნდა რომ დალტონის ყველას აბსოლუტურად და მარტო შენ ხედავ რაღაცა პანდემია. რეალურად ნახდება პირველად ეგ კოლოფებზე ავსტრალია რატომ მოიყვანე მაგალითი მადრიდში რო სწავლობდიო მაგათმა დაიწყეს? ავსტრალიელი მეგობარი ყავს იმან თქვა რომ ჩვენთანო საერთოდ კოლოფი ყველა ერთი და იგივე ვიზუალზე და ერთნაირად აწერია რაღაცები ну მაშინ მახსოვს თვალი დამოუღალე მე როგორ არჩევ სიგარეტს და ეგ არის არსიო რომ სიგარეტის ბრენდინგი აღარ შეეძლოს რა ანუ აი მასბოროს წითელია რაც მე უფრო კარგი გამოგონება ეგ ასე რომ აღარ კონდეს რა და დამანერგიე რა აბა სიგარეტის ბრენდებს უნდა ერქვათ იმ დაავადებების სახელები, რომლებსაც იწვევს. ერთი სახელი იქნება ყველა. არა, რატო? ფილტვის კი მომეცი თუ შეიძლება. ლაითი. ფილტვის კი. მეორე სტადია. მეორე სტადია. არა, კეთილდღეობიანია. კეთილდღეობიანი. და ამას ყოველდღე რო ითხოვ, რაღაცნაირად ითურგუნები რა. ხო, შეიძლება, არ ვიცი. ხო. მაგრამ ხო ძალიან ბრუტალური ის იქნება კალორი. მე შემხედრია. ერთი იმპოტენცია მომეცი. მაგ შორის შეიძლება ქუახატია იანი მოგონული სიგარეტი და ყელ გამოგადრული კაცი. ვიღაცა კი გვა ჩემწი და ის მოგონული არ მომცერა მე. კი. ხო ანუ მაგაზე ხო და ეს მუშაობს, გაიგე? იმპოტენციას გადახვალ სხვა სიგარეტს და იმპოტენციას არ მოწე. ქართული ბიზნეს გარემოში რა ხდება? რა გვჭირს? ეს ახლა Apple და ის Ferrari გასაგებია. ხო, ცალ-ცალკე ალბათ რა გქონდით მეკითხება? კარგად არის. არა, როგორ აქვს საქმე რა? რაც მუშაობს ეგ ყველაფერი? ეგ რაც ყველგან მუშაობს ეგ რაღაცები რა. ანუ საბოლოო ჯამში ეს ის რომ რაღაც არის შოება და მოთხოვნა იზრდება ეგ ფუნდამენტური ადამიანური მოთხოვნილება არის რა. ის რომ საკავშირში მუშაობდა და ხო, ეხლა ის რომ მაგალითი რო ავიღოთ რა, მაგალითად ქართულ ბრენდებში რა არის, რომელი ბრენდი გახსენდება, რომელიც რაღაც ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელით გახსოვს. გახსენდება ეგეთი რომელიმე. ეხლა პროს ერთი ისეთი მახსენდება, რომელიც აღარ მუშაობს და მე ახალი მიშა ველისტორი მაგალითად, ხო? ჩემთვის ჩაიბეჭდა და გონებაში როგორც იყო კომპანია, რომელსაც რო ეტყოდი, რომ ამ დროს მომიტანე, ამ დროს მოქონდა რა. აი ეგ რო გაეფუჭებინა ველის, ანუ ეგ მომენტი, ანუ რო დავიწყებოდა ძალიან დიდი პრობლემა შეექმნებოდა, თუმცა მაინც შეექმნა პრობლემა, მაგრამ ხო და ეგეთი რაღაცა ყველგან მუშაობს რა, აი რა გითხრა ეხლა მაგალითად. აი ის რა იყო 25-60-60, აი რო ჩამებეჭდა სულ ახლა 25-60. ეგ თქვი რეკლამის შემთხვევითი რეკლამის მესევზია ეგ ბიჭი, მაგის მესაკუთრე. ეგ ხმა არის მაგის ცოლის ხმა. მაგის ცოლის. ხო, მაშინ დაწყებული ბიზნესი ქონდა და ხმა რო არა ეკირავათ. კლასიკური მაგალითი არის როგორ შეიძლება რომ არაფერი ძვირადღირებული და არაფერი განსაკუთრებული რეკლამა იყოს ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, იმიტომ რომ უადვილესად დასამახსოვრებელი იყო ხმა მათ შორის ეგეთი რაც იყო, ადვილად გებეჭდა ანიმაციაც საოცარი. იუმორის გიბიძგებდა, იმიტომ რომ თან სასაცილო იყო და უბრალოდ ყველას ჩაუბეჭდა და რეალურად რა გჭირდება რეკლამის არსი რა არის რა. საჭირო დროს მიხსიერებაში ამოტივტივდეს ეგ მეტი სხვა არა, კოკა-კოლა რატო დადის ყველგან და ყველანაირ სახაჭაპურზე წითელი რატო აქ ჭამაზე უნდა რომ გახსენდებოდეს კოკა-კოლა მეტი არაფერი არ უნდა რა აი ხმა როა და ახალ წელს ახალწელზე თვით საგაზეთ რომ მაგათმა ეგ კი არა ავტობუსები იძახიან კოკა-კოლა იხდის მაგათი
ავტობუსი კოკაკოლას მაგუთია. მაგრამ ძალიან ბევრი პული ჩადო კოკაკოლა მაგაში რომ ეგ ყოფილიყო. ხო და იგა. ისი არ გამიკვირდება, სადაც თოვლის ბაბუის ფერში აქვს პული ჩადებული ახლა. ფერში კი არა მოფიქრებულია კი თლიანად. კოკაკოლა ანუ სანტა კლაუსი რა ვიზუალითაც არის ახლა. იქ არის კოკაკოლას მოფიქრებული, ანუ რაღაცა ხო, მაგრამ ორი რაღაცა დამერჯა. კოლომბი არის ყო სანტა კლაუსი? იყო სანტა კლაუსი არის ესეთი სენტ არის, ნიკოლასი იყო წმინდანი ვიღაც რომელიც ბავშვს რაღაცას. რომელიც ერთი ვერსიით თურქეთიდან მოდის საერთოდ. რაღაც მოკლედ იგეთი და საერთოდ არაფერ შუაში არ იყო არც წითელთან, რა თქმა უნდა, არც კოკაკოლასთან, რაღაცა იქიდან რაღაცა აიღო, აქედან რაღაცა აიღო. ცოტა გააპუნტულა, იმიტომ რომ საყვარელი კაცი ყოფილიყო, ჩააწვა ეს წითელი, თეთრი წვერი, თავის ფერებში გააკეთა და ამოცანა იყო ის, რომ კოკაკოლას ჰქონდა პრობლემა, რომ ზაფხულში ხალხი ბევრს ყიდულობდა კოკაკოლას, მაგრამ ზამთარში აღარავინ აღარ ყიდულობდა და მთელი ეს კამპანია იყო იმაზე მიმართული, რომ ახალ წელს შეეტანა კოკაკოლა როგორც განუყოფელი ნაწილი მაგ ახალი წლის. ახალი წლის. უჩი გვაცხოვრები ნიკო. რაღაც რა დიდი რაღაცა დამინგრეა ხა. კოკაკოლისა სანტა კლაუსი არ იყო? მოცემულობით რაც არის არა მარკეტინგული ეგ კი არა იმაში რომ ნახო, პეპსის რეკლამებში ლურჯი ფორმაცია სანტა კლაუსი. ო ვეღარ მიდიოდა მე ვეღარ ამჯერ. თუ მაი ხო ეგ ძალიან რთული ამოცანაა. ხო, არა, ეხა იქ პირველ ძალიან დიდი. თანამედროვე რეკლამის ამბავში TikTok-ერის კითხვა დაუსვა რა, ხო. ხო. მე მგონია რომ კონტენტი არის, მგონია კი არა, აი ისეთი აღფრთოვანებული ვარ მაგ აღმოჩენით რომ კონტენტით შეიძლება აკეთო აი ძალიან დიდ ბიუჯეტიან სარეკლამო კამპანიებს შეიძლება აჯობო რა და შესაბამისად ის მომენტი რომ რაღაცა ბრენდი გაქვს ახალი რაღაცა დაიწყე და ცნობადობის გაზრდისთვის უბრალოდ არ გექნება რა მაგდენი ფული რაც ტრადიციულ სარეკლამო სივრცეში უნდა გამოიყენო რა TikTok-ი და Instagram-ი რილები და კონტენტის კეთება არის იდეალური საშუალება იმისთვის რომ ცნობა გაზარდო ოღონდ ცოდნა უნდა რა ანუ რეკლამის კეთება არ მუშაობს რა მუშაობს კონტენტის კეთება ანუ რაღაცა შენ თემაზე მაგალითად მაგალ ისა იუველირო ხო ვერცხლზე მუშაობს ვერცხლზე მუშაობაზე შენ თუ ვერცხლზე მუშაობის სამაჯო კეთების პროცესი გადაღებული მაგას ანახებ ან რაღაცა საინტერესო რჩევებს ან ხუთი შეცდომა რომელიც და არ დაუშვა ვერცხლის არჩევა აი ეგ ტიპის კონტენტს თუ აკეთებ იკრიბავ გარშემო ხალხს რა და შესაბამისად შენ ხდები ცნობადი მაგითი და თუ სადღაც იქ არც თუ ისე გამაღზიანებლად რამე შენ პროდუქტსაც ამოადე იაყოლებ ის არის რა და არ ჩდება ძველი ნებისმიერი თემა შეგიძლია აი კუჭის მოქმედებაზე ნებისმიერი თემა შეგიძლია კუჭის მოქმედებაზე კონტენტი რა არის კი ნებისმიერ ოღონდ მაგ ის არის კუჭის მოქმედება მომხმარებლის თვალსაზრისით შევზე კარგად იცით ხა თქვენ მაგას კეთება უნდა რა მაგ ნაწილში ხო მაგრამ ბევრად უფრო ადვილია ვიდრე მაგალითად ნახევარი ქალაქის ბილბორდების იჯარით აღება და მე დიზაინერის დაქირავება რომ მას რაღაცა ბილბორდი უნდა გააკეთოს და ცუდად დაგიბეჭდავენ მე არასწორად გააკრა მე მახერთხელა თუმცა ძალიან ეფექტური იმასთან ამავე დროს სააკაძის მოედანზე უყმა დაკიდეს ბილბორდი ლექსი და ჩვენი ბილბორდი არ გახსოვს მე რო ხემეფარებოდა ხო ჩვენი ბილბორდი ჩვენი ბილბორდი დაკიდეს იმას ვაკესაბურთალოზე და ნუ ბილბორდი ეთქობა ჩანაფიქრში კარგად იყო მაგრამ რაღაც ტესტოტი გაეზარდა და მე არ ვიყავი რა სამი იდგნენ და მე თოთი მეპარე ხალხი მირეკავდა ირაკლის რა ერთ-ერთი ბრენდი რომელიც გავიგე მარტო მიდან სოციმედიიდან არის უძრავი ქონების სააგენტო არის საკურა ეგეთი ანუ საერთოდ ჩვენთან ხო საქართველოში და სხვათა შორის რომ დამჭირდა ბოლომდე არ მივედი მაგ იმაში იმიტომ რომ სარა აღარ დამჭირდა აღარ გავყიდე მაგრამ გამახსენდა და ავიღე მოუძებნე და დაურეკე რა ანუ არა და კონტენტს აკეთებს სასაცილოს რაღაცას რა ისეც უძრავ ქონებაზე რომ ამეთ დააფოლოებ რა და ისე დიდები არიან და კარგად მუშაობენ გაიზარდნენ უკვე პატარები იყვნენ თუ 2-3 წელიწადში რომ დაიწყეს როცა მე გადავეყარე კონტენტს პატარები იყვნენ საკმაოდ მაგრამ გაიზარდნენ ეხლა რა ზუსტად მაგიტო რომ ცნობადობა გაზარდეს საქმე თუ ცუდად აკეთებ ეხლა არაფერი არ გიშვებს ხო ეგ კონტენტი გიშვებს და ეგრე არ არის ხო თუ კარგ საქმეს დააყოლებ საინტერესო კონტენტს მარკეტინგის ამბავში და კომუნიკაციის ამბავში გონია რომ YouTube-ზე ცოტა უფრო ჭირს ეგ ამბავი ვიდრე დაუშვათ TikTok-ზე ხო YouTube-ზე და გააჩნია აი როგორ უყურებ იცი აი რაღაცა გიმორისტული რაღაცები და მოსებს სერიოზულ თემაზე სერიოზულზე როგორი რაღაცა იცი YouTube-ი ცოტა უფრო დიდი ფორმატის ვიდეოებს ითხოვს რა დიდი ფორმატის ვიდეოებში ცოტა უფრო მეტს აკეთებ და ასე შემდეგ. შესაძლოა ცოტა განსხვავებული ტიპის
ბრენდი შეიძლება ააშენო. TikTok-ზე ცოტა განსხვავებული ტიპის კომუნიკაცია აწყო, მაგრამ TikTok-ი უფრო ზარმაცებისთვის რა. მაგ ყველაფერს ერთობლიობაში თუ გამოიყენებ, როგორ გამომკედა? ბოროტები არის. შურთ, TikTok-ერების შურთ. არა, Instagram-ზე მე რაღაცებს წვალობ. განსხვავებული ბაზარია კი, Instagram-ზე. ძალიან. Instagram-ი უფრო ჯერ ვერ ამოხსენი მართალია. უფრო სვეცკები რა. კი. მილენიალები. კი, ცოტა უფრო. სიბერეში საით წავიდა და ის სულ რო დათო რომ დაბერდებოდა რაღაცა ჯაყვიანი კაცი იქნებოდა. TikTok-ში რო არ შენ საკაბაბის კონტენტის კეთება? შველის. მაგრამ ფასი რო დააკლავს უფრო შველი. მე მომხრე ვარ შენ ფასი გაზარდო. ბიჭო, ესეც მომხრია. ვარეგეში ძალიან დაბალ მარჟიანია. ხო, უნდა გაზარდო ფასი. ისედაც ყველა მლანწავს და მაგით წელში ვერ გავიმარი. რატომ გამძღავე რა? ბიჭო, ზვირია. კაბაბია. ძვირიაო? და არ გამოდის კარგი კაბაბი და თანიაფი. აი ხოთა შორის მაგაზეც მაქვს ერთი კაი ვიდეო ჩაწერილი როგორ გაკიდა იუველირმა ერთი ყველაფერი იმიტომ რომ ორჯერ გააძვირა შემთხვევით თან თავის პროდუქცია რაღაცა კატეგორია პროდუქტებში ლეველზე ავალ და დავდებ ჩემ პროდუქციას ლეველზე არა ნახე იგა რაღაცა პროდუქტის კატეგორიები არის რომელშიც ფასი მნიშვნელოვანია რომ მაგ პროდუქტის შესაბამისი იყოს რა იუველირულ ინდუსტრიაში განსაკუთრებით რა პირდაპირ რაღაც მალსახმობია ხო რაც უფრო ძვირია მით უფრო ძვირ ფასია ესე იგი რა და როდესაც შედიხარ რაღაც უცნობ როცა არიცი ან ქვარა არიან ბიჭო იუველირი ავტომატურად შენი ტვინი აფასებს ფასით რა და ეხლა რაღაცა შედიხარ და ბეჭედი რო დევს რომელიც 120 ლარია და გვერდზე რო ბეჭედი დაუდო რომელიც 500 ლარია შენ თუ ვერ ერკვევი გეგონება რომ ის უფრო კარგია რა კი მართალია მეცაც ვიტყვი საჩუქრად რომ იგაქ მაგალითად მეუღლისთვის სამკაული და რომ მიხვიდე და ამყიდო რომ გეუბნებს აი რა 40 ლარიანი სამკაულია წაიღე არ მინდა ვიტყვი რა და ახლა ცოტა რაღაცა შენ თვითონ არ გინდა რომ სულ რომ იგივე მასალა იყოს ძვირი ანუ გინდა კაკა ბუნდა ვიფიქროთ ეხლა მე გასაღების გამრავლებას ვერ გავაძვირი არ არის ელიტარული სერვისი ეგ არ ძვირ შენ ბრენდზე რაღაცა კაკა ჯუველრი თუ რაღაცა ის უნდა რა მაგარი ბჯოლერ სინს 2000 2026 ჯუნე უკეთებსაც უკვე შენ გამოგადგება სხვათა შორის საბურგერემ გააკეთა ეგრე ფასის გაძვირებით გაკიდვები გაზარდა ხო კიდე სხვა რაღაცა გააკეთა ხორცი და არა კოკაკოლას ეგ რიფილი არის ჩანგელს უფასო კოკაკოლას რიფილი არის უფასო და კარტოფილს რო გიღრია სპეციალურად აი რო მთელი ის აქვს რა დაგიგმილი ის არის რო ხო არის რაღაც ჩასადები აქვს კარტოფილის ხო გიღრია და მე კიდე ეს აკეთებს ის ვითომ და კიდე ბევრს გიმატებს და საჩუქარს იღებს და ამ ბურგერის ფასი ძვირი რო არის პირიქით რა მიაწყდა ეგრე ქონა იმას 5 guys რო არის მაგათ ქონა ისეთ მიწისთხილი ხო მაგათმა გამიდეს უფრო მეტი ბურგერი უფრო ძვირი სკოლასთან იჯდა ჩემთან ისა მე მზეს მზერის ხალი და ერთჯერს რო ჩამეყი და ჰაბებო კიდე ხო ეგა კი როდომე და მარტივებს შენ გაქისა ორი კამფეტების თუ მაღაზია რო იყო გვერდზე და ერთი რო კარგად ვაჭრობდა და მეორე არის სკოლასთან ეს როგორ წონიდა იცი ჩაყრინა და მე აკლებდა რომ იმერი დაეტოვებია და მეორე ამატებდა და იქ ყიდულობდა ორჯერ მეტი ბავშვი ადამიანი შტერი ხარ არაფერი არ უშვა აი ალა მოდი შევეშოთ ნეანდერტალელი რო ხარ ხო ეგ არა შევეშოთ ამ ქსეროქს და იმას და კაკაბას მივხედოთ აქ უფრო დიდი ამას ის ლაზერი რო უყიდოთ ესე აქ ეხა ზის ინსტაგრამერი TikTok-ები YouTube-ები ყველაფერია TikTok-ი აქვს ინსტაგრამი universal multiple მულტიტული არის 1000 პლატფორმაზე გადამხტარი ვინზე მაგარი იუთუბერი ვინ არის გავიცი პლატინის ის რო გიგი არ არის პლატინა მე შევხედე კაკაბრა მეტალია ეს გაზარდა პლატინა ხერხავდი პლატინეს ანუ ჩვენ მე იცი რა უნდა გავაკეთო ესეთები უნდა დავამზადო ვერცხლის
და არ იყიდიან, იუთუბერები იყიდიან. მე გაყიდოში მე გაყიდოს შენ პროსტა თხელი გამიჩნდა. ვირი არ დაგვიჭდე. აი საჩუქარი შეიძლება გამოდგეს სახუმარო მეგობრისთვის რა. აი YouTube-ზე რო წვალობს და დაწყებული აქვს და შენ რომ მივა და იყიდის ამას რა. კი და სამი გამომწერი რო აწერა. საკეტი თუ ექნება რომ ჩაკეტო. ცოტა ესეც იქნება. კოლაბორაცია შეგიძლია გააკეთოთ მე. აი ნახე საჩაგისვა. არა, მათ აქ როგორ უნდა გავაკეთოთ? იცი 100,000 რო აწერია, ეგ უნდა ყენდებოდეს. გადაიყვანო. რამდენი წყავს იმაზე? იმას გადააყენებ ყოველ. იმის მრიცხველივით რა. და ბარემ სეიფიც იქნება და საკეტი და რაღაც რა. ხედავ? აი, აი, როშის თაბობს ტვინი. და წინ ისრებს უდომურებს საათია გარედან. რა, შენც გამოგადგება? ხო, აბა კამარი არ ჯდება. ქსეროქსი კამარი არა. არა, კი ჯდება. ეს გასაღები კამერით უნდა იყენებოდეს. აი ასე. ხედავ? ბიჭო, რამდენი ტყუილი გავიგე. ტყუილი არა. თურმე ტყუილში რომ მიცხოვრია ხო, ადამიანი ეგეთია, სტერეოტიპი. ჩამატება. ჩვენ ტყუილი უბრალოდ ეგეთი დროს გაძვირება იმასაც გამიგია ერთ-ერთ ენერგეტიკულ სასმელზე რომ გაჩერდნენ და ერთ წელიწადში იგივე გამოუშვეს ოღონდ ზვირად. იქ არ ვიცი ეგ ისტორია, მაგრამ Red Bull-ის მთელი სტრატეგია იყო ის, რომ ზვირი უნდა ყოფილიყო და გემო უნდა ქონოდა ცუდი. ტესტინგში არჩიეს ეგრე, ანუ Red Bull-ის რა გემოც არჩიეს, იმის კომენტარები რო წაიკითხო ხალხი ბრმა ტესტზე რა თავიდან რას წერდნენ და ამას რო აარჩევ, მე ანუ ძალიან ის გონია რა, აი სუპერ კონტრინტუიტიული გადაწყვეტილება. გემოც ეგრეა? გემოზე ნაფიქრი იყო, ეგ რომ გემო უნდა კონდეს წამალთან ახლოს. ხო და მაგას ვკითხულობ, ცუდი გემო რო არის, მე ეგ მიყვარდება? იგი სპეციალურად გააკეთეს ეგ ცუდი გემო. არა, იმიტომ რომ აი იყოს ვიცი რომ მოსწონს ეგ. მეც მომწონს ეგ გემო. ხო და თავიდან უცნაური გემო იყო რა, შესაბამისად. ნახე. ხო, ფანტასმერი ხო რა, წარმოიდგინე, ეს ახლა კატეგორია უკვე შეიქმნა რა და შეიქმნა კი არაგერ ხო. კაუჩი ისე სარაკეთებს. უნდა იყოს რომ დააძალოს კოკაკოლის პეპსის ეპოქა არის, მარტო ანუ ალა ალკოჰოლურ სასმელებში, რასაც soft drink-ები, რასაც ქვია, იგი ბოგინობენ რა, Coca-Cola, Fanta, 7-Up ისინი ისე. და მაგ ეპოქაში გადაწყვიტა, რომ ახალი პროდუქტი შემოიტანა, ენერგეტიკული, დააპატარავა ქილა შედარებით პატარა გააკეთა, იმიტომ რომ კარგი და ხარისხიანი უფრო პატარა ქილაში არის ვიდრე დიჩი, ეგეთი ის გვაქვს. უკვე ცნობიერი შეფასება მაგისი. და მე ო რა და მე რო გეუნები რომ იცი რა ეს ახალი ფორმულა რომელსაც ჩვენ ენერგიაზე მოკევხარ და ფრთებს გაძლევს ეგ რომ შაქრიანი ტკბილი რო იყოს არ დამიჯერებ და ცოტა წამლის გემო უნდა კონდეს რა. ო ეს რეტროსპექტივაში კარგად იხსნება და შენ წარმოიდგინე იქ რა ფსონს დადებენ და რამხელა ტიპის გადაწყვეტილება არის მიღებული რომ სპეციალურად ცუდი გემოსი ნაკლები უფრო ცოტა რო ეხოს ეგეთი და უფრო ძვირი. ანუ ყველაფერი სხვაგან გაუშვეს, რაც სტანდარტულად გეუბნება, ყველაფერი არასწორად გააკეთეს და გამოდგა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება. შენ უნდა გააკეთო უშნობები. ძალიან დაბალი ხარისხის ცხლის გასცდა და ბატონი. ბატონი და ნახე როგორ იბუთქო. კი, ვიცი, მე სადა მოვყოფ თავს ვიცი. სხვათა შორის ერთ-ერთი პირველი ბრენდია Red Bull, რომელსაც თავი და ბოლომდე კონტენტზე გადავიდა, ისე რომ პროდუქტზე არც ლაპარაკობს. რო დააკვირდა ეხლა მაგათ იმას, საპროდუქტზე არ საუბრობს რა, მარტო კონტენტს აკეთებს და ასოცირებას იწვევს Red Bull-ი როგორც რისკი ექსტრემალური მაგარი რეკორდი საოცარი მიღწევა რაღაცა და მაგაში ფორმულაში ყველგან შევიდა რა მაგ პრინციპი რომ ეგ ასოციაცია შექმნას იმიტომ რომ ეგაა რა და ეს არის რული გაფთიანებს ცოტა ხო ჩააჩუჩა არა არის მხდება კი მაგრამ ნელ-ნელა უფრო ცოტა აი სოციმედიაში რო უყურებს სულ რაღაცა TikTok-ზე თუ სად ხდება შენ სად მოძრაო აბზორებში ყველგან ვარ მაგრამ ეხა ძირითადად არა რიცხვი როგორ არა რეჟიმში უყურებს თან ძინა თუ მარკეტინგში რაც ხდება ძალიან კარგი და მაგარი ცოტა კი მოძულდა მაგრამ ძალიან კარგად გააკეთა არ შემიძლია აღნიშნო კაკო დოპამინი რო გააკეთა ენერგეტიკული სასმელი მაგრად ჩაუშვა კამპანია მაგრად ყოჩო კარგად გამოიყენა თავისი კონტენტიც თავისი ბრენდიც დოპამინით სავსე კაცს რო დოპამინს გააკეთებ ენერგეტიკულს და Red Bull-ს რო დაარტყავ ღიად ისეთია რა, კარგია რა, ოჩახ. კარგად გააკეთა. დათო ეხა შენ გასაღებებს. ეს მომეწონა, მე გადავწყვიტე როგორი იუველირი ვიქნები რა. აი ეს მეძვირე.
ხო. ჯუველირი. აი ვიღაცა რო იტყვის რომ აკაბასთან აკაბა მეძვირია. აი გინდა რა. აი გაგაგონა და მე სულ ვიყიდიან ნუ რაღაცა ეს უნდა გამა. ალბათ მეძვირია შე როგორი სახით თქვი მეძვირია იგი ფლატ კარგი არა, ძვირია უნდა იყოს. აკაბა ხო. აკაბა ძვირი. ხო, არა ძვირი. შენ თქვი როგორც ეგ ურია. ხო, აი ძვირი. მეძვირია ისეთია რა, უყმაყოფილო კლიენტი ყავს დაგროვილი. მარა ძვირი არა, ძვირია მარა. ძვირია მარა, აი. აი გაცლო სლოგანიც ეგ. არა როგორც არა კარგი თუ გინდა კაკაბა ხო, აი საერთოდ. ხო, ეგ არის ძვირია მარა. ძვირია მაგრამ კარგი თუ გინდა კაკა იმუშაოთ ამ საკითხზე. ახლა ნახე რაღაცა კონცეფცია არის. კი. ეხლა კონტენტზე გიორგია. ის ფაბერჟე უნდა იყო ის კი არა რაღაცა სვაროვსკი სვაროვსკის ნუ ეხმურები შენ. სვაროვსკი როკნა. ეგეთი უნდა. რებს უწუნებენ. დაიმისხე შუშა გაყიდა, შუშა ოქროს ფასად. აფერისტობა რედბული ჩაატარა. შენ ნაღდი მაგრამ ბრილიანტიც ხო ეგეთი რაღაცა. ბრილიანტის ეგეთი რაღაცა ეხლა მithumetes უკვე ხელოვნური. ბაზარი მოკვდება ცოტა რატო რა ხდება? იმიტომ რომ ხელოვნური მიაღწიეს იმას რომ ხელოვნური მარგალიტის განსხვავება. ბაზარი მოკვდა ბუნებრივი ხო, მაგრამ მარგალიტი იქ ხო რა ორ ვარიანტი. ხელოვნური ბრილიანტი რომელსაც ვერ ნელ-ნელა გაარჩევ ტექნოლოგია ისე იხვეწება რომ ვეღარ გაარჩევ ცოტა ხანში რომელია თუ ვეღარ გაარჩევ უკვე გამოუშვებ რავი ერთი ვედრო მომეცი და ჩაკიდრია მაგრამ ის რო ბრილიანტი იშვიათია ეგ არ არის სიმართლე. არა ისიც რო ქორწინ იმაზე რა ქვია ბეჭედის ბრილიანტი უნდა იყოს ხელს რო სათხოვ ეგეც მარკეტინგური კამპანიის მაიში რო ქორწილი არ შეიძლება ეგეც დებილობა. არაფერი კავშირში არ იყო ეგ კულტურასთან. ხო არა ხო და ვინ ბრილიანტების ყველაზე მსხვილი იმათმა შემოაგდეს ჰოლანდიაში რაღაცა ეგეთი გვინდა რა გასაღებზე რავი რა უნდა შევთუ გასაღებზე არა კაცო იმას მივაწვეთ ვერცხლს რა რაღაცა შემოვაგდოთ რა რა ყველაზე ისეთი რა არის საქართველოში ბევრი ფული სადღაც გამოსაშვები სახელმწიფო გიუდა უნდა დაიყო იუდა ჯუველირი. იუდას ვერცხლი იუდას ვერცხლი ისე იცი რომ ნახდი ვერცხლი სხვათა შორის შენ პიროვნებას რახან იუმორთან ხარ ასოცირებული ეგ ბრენდი შეიძლება გაატანინო რა აი მე შეიძლება ვერ გავაკეთო ეგა და შენ შეიძლება გაატანინო მოდი ჯერ შენ წადე მან ძალიან სარისკოა შეიძლება გაატანინო ისეთ ინსტიტუტებზე ეჯახები რომ არ მაცხო ვერ შეიძლება გაატანინო ვერ გავატანინო იუდას ვერცხლი შეიძლება გადაობა წამო მაგარი და იქ უნდა გეხაროს ის 30 არა ერთი უნდა აკლდეს ამა ერთი უნდა აკლდეს და დილას რომ ხო გადათვლი ეხლა ბიზნესი კაი. დღეს იწყება სოფლიო ჩემპიონატი. ვის ხარ? აი რომ დაიდება ეს ვიდეო ცოტა ხანში. ფოთაშორის მეორეზე ვინც გავა მან ვერცხლის მედლებს ადრე. იუდას ვერცხლის იქ შეკვეთა რომ დამათრევი აი ოლიმპიადა სოფლიო ჩემპიონატი ეგ არის. ეგ არის ხო გულშემატკივრო ფილმის განსაკუთრებულად. ვაა ბავშვობაში გულშემატკივრობდი სულ გერმანიას სულ აი ჩვენ ერთად ვიყავით ჩვენ ერთად ვიყავით ჩვენ ფეხბურთზე ბაქოში ვიყავით დანია და ჩეხეთი ხო მახსოვს რომ ვიყავით ხო და რაღაცა მომენტში და ეს რაღაცა მომენტი დადგა ალბათ 1-3-4 წელს წინ რა ფილმი ცოტა მეტი აი დიდად აქტიურად აღარ უყურებ და რო გითხრა რომ ნერვიულობ თქო უნდა მოგატყო მაგრამ გამიხარდება თუ გერმანია წარმატებას მიაღწევს რადგან ჩვენები სამწუხაროდ მსოფლიოზე ვერ ვართ არა ორი წელი გიჟივით ეც ესე ვარ რა რო გითხრა ეს გერმანია და თუ შენ რო გითხრა ჩამომიფალებ გერმანია და შემადგენლობა ბრაზილია მევასება გერმანიას პარაში ყო ბრაზილია მევასება ადრე ესე იყო და ეხა იშვიათად თუ ეხლა ძოლდა საყვარელის ვერსია ეს მევასება რა ქვია გერმანია ხობა სულ ყველგან კი მე უკვე დავიწყე გაიხსნა ჩემი ნარინჯისფერი სეზონი გიორგიც გერმანია ხოთა შორის გერმანიის მერე ჰოლანდია მომწონს ცა იმიტომ რომ განათლებული ადამიანი ხარ და და გესმის საერთოდ რა ხდება გერმანი ბიძა ჩემის გამომიყო საპატარაობაში სახში დეჩემი და ერთი ბიძა გულშემატკივრობდა იტალიას მამა ჩემს დიდად ფეხბურთი არ ადარდებდა მაგრამ ბრაზილია იმიტომ პელეს გაიძახოდა სულ ყავა უყარდა ყავა და ჯიგარი ბიძა ვინც ყავდა ჯიგარი ბიძა აი ჩვენ როგორ თამაშებოდა ის გერმანიაზე ეგრევე ოპ შევეწეპე იქ ბიტლებიც მაგან გამომასმენი და გერმანია ეგეთ რაღაცები მოკლედ
ამ ბიზის დამცავ. ბიძისგან და ხო, მასე გერმანიაში. სიგარეტიც მაგან მომაწევი. სიგარეტი ბიძა ვერ დავაბრალებ, სიგარეტი გუბანში რაღაცნაირად. აუ სიგარეტის იმდენი ეწეოდა ჩემ გარშემო, აი რანაირად არ უნდა იმდენი ყველა, ხო რა, ყველა. ეხავდა სიგარეტი რა. ყველა სიგარეტს ეწეოდა. დედა, მამა, ძმა. და ყველგან სახში, ოთახში, ლიფტში. ყველგან ფინალში ეწეოდა. მე მე ვჭრა. ფინალში ვჯდა რა, როცა? მე საფერფლიერის მინახავს. არ მინახავს კი არა, მომიწევია. თვითმფრინავი იყო შენ შუაზე. იმას აგიცხარო აშარ მოწევდი. თვითმფრინავი იყო შუაზე გაყოფილი, ქონდა მწეველი მხარე და არამწეველი. მე მომიწია არამწეველში და დამცინოდნენ, 10 მიფრინავდნენ ქართველები. მე მივხვდი რომ დებილები არიან. მე იქ ვიჯექი მოსაწევად იმათთან გავდიოდი და საშინელის ბუხიზე პარტა იყო გადაწყვეტი. და ისე ხო ყურილკასავიცუნი და ხო, საშინელის ფინალში. არა ნუ რაღაც გამწოვია რო იცი აუ თვითფინალში. ზის ყო და ყველა ეწევა. აი სად უნდა გაიწოვო შეკითხვა გაჩნდა. პანჯარას ვერ გააღებდა. არა ნუ რაღაცა ხო შეიძლება ის ბიჭო იმ ხელა რაღაცა მიაქ იმ. ერთი ორი ნაპასიც რო გადა. ხო, გადის მაგ, არის გამწოვი, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი ეწევა. თან იქ ვინც დაждდა, ყველა აუცილებლად დროც ისეთი იყო, ყველა ეწევა. ეწეოდა. ყველა ეწეოდა, წეველები იყვნენ კი არა, იმ მომენტში ყველა ეწეოდა. ხო აი და თან რას ეწეოდნენ კიდე ეგ ცალკეა და თან აგიდე რო აკეთება სხვა. მტკვარს ხო. თან ბიჭო თვითმფრინავში რომ მოწევის უფლება გაქვს, აი მაგარია. იმიტომ აი რატო არის მაგარი აი რა ჰაერში ხარ სადღაც და ეწევ. ეხას დიდი სამონებით მოწევთ თვითმფრინავში რომ მომაწევია. არის რაღაცა იქნება. ნეპალი არის. არა, აი სათვალეს რო იკეთებ და ესე როზი ხარ. არა. აგზავულია ყველა თვითმფრინავი. არ არსებობს ახლა სადღაც საკუთარში საკუთარში მოწ. ხო ნუ private jet-ი გინდა რა რაღაცა შენ რა შეგიძლია რა პრაიოჯეთ. რა პრობლემაა დათო ახალ მოწევ ჩამო. რამდენი ქალობია გადათვალებით? ბაბამზე რაღაც ბეთანიას გაყიდი და ერთი გადაფრენდები გადმოფრინდი ტიკტოკერობით გავკაჩავ. აი როგორი შეიძლება სამწელიწად ჯერობინა იყიდა და იმარო ტელეწორება ჩაანგია. აი ეს ისტორია აი ძალიან მაგარი. ეგ მაგარი ისტორია მამა რო შვილზე არა და როგორი კომპანიაა ძალიან სერიოზული კომპანიაა იმას აშენებენ ეხლა ალექსანდრ პლაცის ცოტა მაგარი კომპანიაა ძალიან და ჩემმა შვილმა სამ წელიწადში ბერლინში ბინა იყიდა რაღაცა პროდუქტი იმას გრა 200,000 ჩაურიცხესა თუ რაღაც საოცარ აი გა კონტენტის წავა. საჩუქარზე უნდა გადავიდეთ საჩუქარი გვაქვს შენ ეგ რა მაგარი. ოპ დათო ოპ დათო ყოს საჩუქრების ამბავში ეს არის ჭამას ჩვენი სპონსორია ნიკორა სუპერმარკეტი და ამჯერად თუ დაგვიწყდა ბოლო დროს ევროპული პროდუქტის სიუხვია ნიკორაში. დღეს შენ საჩუქარზე იზრუნა ფიამამ. ვა, სული სახელი არის ფიამა ვეზუვიანა. იმიტომ რომ ეს არის პატარა ოჯახური ბიზნესი, რომელსაც ამ ოჯახის მესამე თაობა უდგას უკვე სათავეში და არის ვეზუვის ქვეშე. იქ ძირა, ვეზუვის ძირა. როგორ არ მოუხდა ვეზუვის ქვეშე ქვეშე. იქიდან ამოფრქვეული ვულკანური ქვიშა თუ რაღაცა მოვიდა. არის ძალიან ნაყოფიერი, ხო და ნოყიერი. მიწევი და მინერალებით სავსე ამიდორი იქ რომ მოდის, ტყუილია. მანდ და ჭობორჯი ორი ადგილი აი ჩვენთან რომ მიხვდა ერთი ნაკადი ხო მანდარინი ხეთის არის სულ. ხო. იქ რომ შედიხარ რომში ბაზარში გეუბნებიან რომ გადასარევი. ძალიან დიდი მადლობა. რომში ბაზარში რომ ხო და ნახე 5 წუთში შეგიძლია იტალიური სადილ მოიმზადო, იმიტომ რომ ძალიან კარგი სუფთა იტალიური პასტები სხვადასხვა ფორმის იქ აი ვულკანზე მოყვანილი. ნახე აი ვულკანის ეს უნდა ავიყვანო ეს იმის გამყიდვა. არ ვიცი ხა მაკარონივით თუ გახაჩავს ვერცხლზე, მაგრამ იქვე ოლივოილი. დათოს ჭამასთან ხდება ყველაფერი რა. ეხლა სიმართლე რო გითხრა არ გვაქვს აქ პლიტა. თორე ჩაგი დოქტორები. ძალიან გემრიელი სიამოვნო. соусებიც არის, გათლილი პომიდორი გინდა, соусები გინდა და დაცეხვილი პომიდორი გინდა. როგორი? გადასარევი, დაცეხვი. დაკუცმაცი. დაცეხვილი. დაცეხვილი. შვენიერი, მადლობა დიდი.
სხვა შორის ნიაპოლში რო დავდიოდი, რო გადახედავდი იქით პამიდრებს ნიაპოლში. იგივე ერთი პატარა იყო შემაპარნი. ამ ბოსტანში ჩამსვა. მარილით ხელში რო იქვე. მარილით და კაი მარილიანი ყველით. შუშაკიტრი? ოუф. ძალიან დიდი მადლობა არა, სტუმრობისთვის. წარმატებას გისურვებ. ასე. ისე იგი რაღაცა ლეველზე რო ავალ მე და უკვე ჩამოვყალიბდები რა სტილს მივაწვე და როგორ გავაკეთო მოვიდი არ შენთან რომ კონსულტაცია გავიარა. სიამოვნე. მიამაკეთ მაგითი რომ მე შენ დაგეხმარე მაგ ამბავში. გააჩნია მე რას ვიზაო მე. მე მაინც ვიამაკეთ ხო თევზაობაზე ხო რა რამე კაი პოდკასტი. წარმოდგენა რა მაგ სპორტის. გასაღებების გამრავლებას შევეშვა ხო გასაღებების გამრავლება. ის რო გააკეთო. გააჩნია რა ბურატინო და ოქროს გასაღები რო იყოს ბურატინოს გასაგები, რაღაცას რო ახებს, აი. ო, მარა ეხლა რაღაცას უნდა აღებდეს რა. კიდე მანდ ერთი ორი ვერსია მაქვს ხა ვერ ვიცი. ვისი გასაგები. ნამობივა შენ კახა. ეგ მინდოდა რომ დამეკმე. ეს არ დაკარგო. შენი გასაღები. და აძლევ და არ მკითხო რისია, მაგრამ არ დაკარგო. ეს არ დაკარგო. არა. შენი ისიც დაკარგო, მოხო დაკარგო. ბიჭო, ის რო დაახო. დაკარგე. გაგიო. რამაზიზმის გასაღები. არა ბრენდი არის რა. შენს გაატარინებ მაგრამ დაწესებული. არის პოტენციალი. ჩანს. ძალიან დიდი მადლობა. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა არ დასრულებულა, იმიტომ რომ გასვლით ერთი რუბრიკა გვაქვს წინ და მოდი ვნახოთ ეს რუბრიკა. გადაცემის მესამე რუბრიკა. ჰოპუნდა რა. შენ სოკაში ჰოპ დაიძახე და აქ მოვხდი. აგარი. ჯანელ რა ხდება გითხარი? არის ძი? არა? პირველ იმის დაიწყო სოკარის დიდი გათამაშება. ო? სოკარის დიდი ბოლა ესე დავარქვა. თამაშდება 92 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა საბურთალო. 92 აივნით. რო დააგრო შეკითხე. კარგი დავაგრებ 10. თამაშდება ელექტრომობილი და 10000 ლარი. ვა, სამივე თუ მინდა მომეწონა. ამის შესახებ ნელა გაგაცნო. დაიცა ეს სამ ადამიანზე თამაშდება, მე მგონა ერთი ადამიანი ხდება ბოლომდე ბედნია. არა. აჰა შენ ბინა, აჰა შენ ბანკარა, აჰა შენ ფული. 60 ფული რა. და ერთი ორი წელი არ დამენო. არ დამირეკო. ბიჭო რა არ ჯდება იცი? აჰა შენ ბინა, აჰა შენ მანქანა. აი ბენზინის ფული აღარ ჯდება, მაგრამ ელექტრომანქანა. აჰა შენ დასატენი. всё, ეგა. დასატენი ფული. რა როგორ ხდება ეხლა ეგ გათამაშება? როგორ მოვიგო? პირველ რიგში გადაცემა შენ მაგ თაობაზე ხარ ამის თაობაზე? კი. პირველ რიგში გათამაშებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია რომ გქონდეს ენერჯი ბარათი და აპლიკაციაში უნდა გქონდეს დამატებული ენერჯი ბარათი. მე მაგ დამატებული. აუცილებლად, კი. ყველას გაქვს. მაგის გარდა დიახ. სოკარის სადგურებზე რომ მიხვალ, ყოველ 15 ლიტრას აწვავზე. კი ბატონო. და ყოველ 15 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე დიახ. ბარათის გატარების დროს ენერჯი ბარათის დაგერიცხება აპლიკაციაში ნახავ თითო გათამაშების ბილეთი. ანუ 3 თუ აიღე მეტი აღარ გინდა მანქანა ბინა და ფული საფოცრა ბათ ფული არ გინდა 2 აიღე მანქანა და ბინა კეთილი ხა ეს ხო მთავარი პრიზები ყოველ დღე გათამაშდება კიდე 100 პრიზი მომენტალური მაცადე ყოველ დღე მომენტალური
ეს არის Weimart-ის ვაუჩერი. აჰა. და Energy Cool-ები. აი ეს რო გაქვს აპლიკაცია, ჩააყურყუტებ. მაგრამ დაუშვათ მომენტალური პრიზი არ გინდა. ხო, არ მინდა. კონცენტრირებული ხარ იმ სამ თავარ პრიზზე. კი, ბინა მინდა. კი ბატონო, მაშინ შეგიძლია მომენტალური პრიზი უცნობ ადამიანს გადასცე და შემედი ბილეთი არის. და აი, თქვათ რომ ნაცნობს რო გადავცე და ვთქვა რომ არ ვიცნობ. იცი რა, ძალიან კარგად უნდა იტამა. და დამანახო რა. დამანახო, ხო და არ ვიცი, შენ მე მგონი არ გაყვე. შენ რო არ ვიცნობდი ერთმანეთს გასწოს. ხო, ამიტომ არ მგონი, არ გირჩევ რა. კარგია. ეს კაია ეს წვრილ მანიპრიზებმა. თავარი გათამაშება შედგება 10 სექტემბერს. ხალხმა რო იცოდა. 10 სექტემბერს ჩემი დაბადების დღის მეორე დღეს ეს გამოაცხადა. კი ბატონო. აჰა. და ლაივ რეჟიმში. რაღაცა აი ძალიან ახლოს ვართ. ის საბურთალოს 92 კვადრატულიანი ბინა, კი ბატონო. ელექტრომობილი და 10000 ლარი გათამაშდება 10 სექტემბერს. 10. ბაკაბას დაბადების დღის მეორე დღე. ნუ რატო არ ამატებ? ხო. აი ესე რომ გააკეთო რომ თქვა 10-ში გათამაშონ ბინა 11-ში გათამაშონ 10000-ში გათამაშონ 19-ში რო გავოდინო ამაჩი ამის დაბადების დღე. მე ჩემი და ძალიან კარგი. ვისაც თავარი პრიზები გაინტერესებდა, ეგ დაისახეთ მიზნად. გაინტერესებს, დავისახეთ. გათამაშება მომენტალური გათამაშება შედგება 10 სექტემბერს. ამ დღეს გათამაშდება ის 92 კვადრატული მეტრიანი ბინა, საბურთალოზე ელექტრომობილი და 10000 ლარი სამი სხვადასხვა გამარჯვებები. ანუ 1000 ლარიანი პრიზია აღარ მინდა მომენტალური 10 იმორსავიღე. რატო ვთქვი იცი უარი აი ყველას არ ყოფნის თქვა ბინა მანქანა 10000 და მირჩევნია რომ მომენტალურები იყოს და ნაღდი. ჰოთ-დოგებით გავიტანო. იმ 10000 ჰოთ-დოგებით გავიტანო. თუ ორია და სამია, მაშინ მეც მივიღებ მონაწილე. აი ესეთი ის არის. ცოტნე დადია. ადამიანის სიკეთე. ესე იგი 10000 იმას 10000 მე არა თანამშრომელი ვარ მე. შენთან მაშინ 2000 ხოთა შორის ჩემი ბინა არის 91 კვადრატი. და ბოხმა 1 მეტრი ჩემი და გავფარდა. სახში ესეთი გასაღები აქვს და დიდ ბინაში მიშო შეიძლება რომ ის 92-იანი ამას მისცე და 91-იანი გაათამაშოთ. ამას თავიდან ჩავიცე. დაიმატება კვადრატულებაზე არავინ გამომდეკიდება და შესაძლოა ეწერება რომ ამ ცხოვრობდა ჯანი. დამატებითი პლუსები არის. ეგ ეხა 1 კვადრატულ მეტრზე მეტი არ არის. 1-2-რად გაორმაგები. და საბურთალოზეა ჩემიც. ხო. აი, მაგაზე მე დავილაპარაკე. თავიდან ჩავწერო 91-ზე. ხო, რა თქმა უნდა. მარტო მეგავატსი. ამებს თამაშები აქვს? კი, ტეტრისი. მეზადებით ვიწყებ დაგროვებას რა. ხო. მე ესე იგი ჩვეულებრივ ბენზინზე რომ მივა, მე კარგად ამეხსენ. კი ბატონო. წაფ. არა წატარებ. ერთი წამი რა ადამიანმა ამიხსნა შენი ელოგრანეცი. ეს არ აგიხსნის ბოლომდე იმათი პირიქით ეს წარმომადგენელი. არაფერი რაც არ აგებს თანამშრომელი და შენ ჩემ ქულებს მიიდვის. კონკურენტი დაინახა შენში. არვა ჩვენებს რომ უნდა გააკეთო. ასე რომ ჩაერთეთ სოკარის გათამაშებაში და გახსოვდეთ, გამარჯვება გაზიარებით იწყება. ეხლა შენ თანამშრომელი ხარ დიახ. და ვერ იღებ მონაწილეობას ამ გათამაშებაში. სამწუხაროდ. მაგრამ სოკარისგან Weimart-ისგან Weimart-ისგან და სოკარისგან მომენტალური პრიზი, ოღონდ ეს ის კაცების ამბავი. მომენტალური პრიზი ეს მომენტალური უთო რა სიმძიმეა. ხო, ხუაჩავდეთ რომ გამოჩენილი. ოციანი ბლოკი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. აგებითი ხარ. ჩვენი დღევანდელი კაცები დამთავრებულია. კი ბატონო. ერთი კვირით გემშვიდობებით, ნახვამდის. კარგად ზარდები.